მოგესალმებით. მე ვარ ნინო ბარნაუშვილი და დღეს მინდა განახოთ ერთი ნამუშევარი, რომელიც ძალიან მიყვარს. ახლა ვიმყოფებით ბელგიაში, ბრიუსელში. ეს ნამუშევარი გამოფენილია აქ არსებულ ერთ-ერთ მუზეუმში. ეს ნამუშევარი, რომელზეც მინდა გესაუბროთ, ეკუთვნის ჟაკ-ლუი დავიდს. ნამუშევრის სახელწოდება არის მარატის სიკვდილი. როგორც ხედავთ, 1729 წელს შექმნილ სურათზე იურისტის, ექიმის, იაკობინელთა ლიდერის ჟან-პოლ მარატის სიკვდილია ასახული. შარლოტ კორდეიმ მარატი საკუთარ აბაზანაში დანით-მოკლა. საქმე იმაშია, რომ მარატი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ხშირად სამკურნალო აბაზანების მიღების პარალელურად მუშაობდა. როგორც ხედავთ, მარატს მარცხენა ხელში წერილი უჭირავს, უღონოდ დაშვებულ მარჯვენა ხელში კი ბუმბულის კალამი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოება, რომ ჟაკ-ლუი დავიდმა სურათზე არა უშუალოდ მკვლელობის მომენტი, არამედ შარლოტ კორდეის შურისძიების შედეგი ასახა. ყუთი, რომელიც გამოსახულია აქ, არის გამოსახული იმიტომ, რომ თავად მარატს, როგორც ცნობილია, არ ჰქონდა ავეჯი და ძირითადად ყუთებს იყენებდა სახლში, როგორც ვთქვათ, საწერი მაგიდის ფუნქციით, ასევე სხვა დანიშნულებით. სურათზე გამოსახულ ხის ტუმბოს მარატი მაგიდად იყენებდა. როგორც ხედავთ, ხის ტუმბოზე კარგად იკითხება მარატისა და ჟაკ-ლუი დავიდის სახელები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ მარატის მარცხენა ხელში გამოსახული წერილი გვახსენებს წერილს, რომლის მეშვეობითაც შარლოტ კორდეიმ მარატის აბაზანაში შეაღწია. თუმცა ამ შემთხვევაში ჟაკ-ლუი დავიდმა წერილის ტექსტი შეცვალა.